დღეს ნამდვილად განსაკუთრებული თემა და ამბავი გვაქვს. იმ მაყურებლებისთვის, რომლებსაც ბათუმი ძალიან უყვართ. ან გონივრული ინვესტირების სურვილი გააჩნიათ. ბათუმის ახალ ბულვარში ზღვიდან სულ რაღაც 50 მეტრში მართლაც ფანტასტიკურ ლოკაციაზე ახალი პროექტის ორბი მილენიუმის მშენებლობა დაიწყო. აპარტამენტების ფასი კი მშენებლობის დაწყების ეტაპზე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ შოკის მომგვრელია. შოკის მომგვრელი ცოტა ხანი მაცადეთ და ყველაფერს შეიტყობთ. თან არ დაგავიწყდეთ პირდაპირ სანაპიროზე, ფაქტობრივად ზღვის პირველ ზოლში. და ჩვენთან სტუმრად იმყოფება სწორედ ამ გრანდიოზული პროექტის მშენებელი კომპანიის ორბი ჯგუფის გენერალური დირექტორი ბატონი ირაკლი კვერღელიძე. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. გამარჯობა. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვით დავიწყოთ, თუ რა იმალება ამ შოკის მომგვრელი ფას მიღმა, რატომ $55,000 ღირებულების აპარტამენტები 18,500-ად. აი გიორგიმ თქვა შოკის მომგვრელს გაუსვა ხაზი და ჩვენც გვინდა რომ ჩაგიგეთ. კი, მე პირველ მოგესალმებით კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ შუადღის ეთერში მოწვევისთვის და ტრადიციულად როგორც ყოველთვის ნებისმიერი ახალი პროექტის პირველი ანონსი სწორედ იმედის ეთერში ხდება და დღესაც ძალიან ბედნიერი ვარ რომ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მართლაც შთამბეჭდავი პროექტის შესახებ უნდა ვისაუბროთ და კიდევ უფრო მეტად შთამბეჭდავია ის აქცია, რომელიც როგორც წესი ტრადიციულად გაყიდვების საწყის ეტაპზე ხდება და კომპანია დღეისათვისაც არ ღალატობს ამ ტრადიციას და წარმოიდგინეთ, რომ იმ ადგილზე, რომელიც არის ზღვის პირველი ზოლი, ბათუმის ახალ ბულვარში, ზღვიდან 50 მეტრში პირველ ზოლში არ არის ხშირად ბინები ბათუმში. პრაქტიკულად აღარ არის და პროექტში, რომელიც 3 ჰექტარ ნახევარზე შენდება, მიწის ნაკვეთს გულისხმობ და აქედან 2 ჰექტარი თითქმის ეთმობა რეკრეაციულ ზონას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტი, რომელშიც 350 ნომერზე იქნება საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო ოპერატორი, რომლის ინფრასტრუქტურითაც და სერვისითაც სარგებლობს ამ კომპლექსში მყოფი თითოეული ადამიანი იქნება ეს მესაკუთრე თუ ჩამოსული ესე თქვა დამსვენებელი. სწორედ აი ამ პროექტში, რომელშიც სტანდარტული სასტუმრო ნომრის ღირებულება $55,000 ამერიკული, არც მეტი და არც ნაკლები შოკ ფასი არის $18,750. ანუ ეს არის ფასი. ერთი დივნის ფასი, ცოტა კარგი დივნის. ეს არის ლიმიტირებული დროით? მოსწრებაზე ამ ფასის გადახდა. მოდი ასე ვთქვათ, ორი პარამეტრია. პირველი ძირითადი პარამეტრი არის ის, რომ ეს არის მხოლოდ 250 აპარტამენტზე, რომელიც მცირე რაოდენობა არის ამ კომპლექსში და მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელსაც აქვთ და შეუძლიათ მიიღონ ესე ვთქვათ, რწმუნებათ აღნიშნულ ფასში რეალიზაციის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, მათთვის რეალურად $18,750 ამერიკული იქნება აპარტამენტის ღირებულება. სწორედ შოკ ფასის აქციის პირობებში, რაც შეეხება დროს, იგი ყოველთვის დამოკიდებულია მომხმარებლის აქტივობაზე, თუმცა თუ ამოიწურება ალბათ ეს 250. თუ გასულ პროექტებს და უკვე დღევანდელ დღესაც შევხედავთ, ძალიან მოკლე დროში მოხდება მისი ამოწურვა. შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ რაღაცა ამოვწერე და მინდა განმარტოთ. ახლა თუ $18,750 ვიყიდეთ რამე და უბრალოდ არაფერი არ გავაკეთეთ, გავიდა ვთქვათ 1-2 თვე მარტო რომ გადავყიდოთ, ამითაც კი მინიმუმ მაგია მოგება. მე მგონი რომ თქვენ დეველოპმენტში უნდა მუშაობდეთ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მარიკა, მინდა გითხრათ, ეს არის აბსოლუტურად სწორედ ის კომპონენტი, რომელიც ზოგადად აი ამ უძრავი ქონების გაყიდვის დროს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ესე იგი, რას ვამბობთ, აპარტამენტი ღირს რეალურად $55,000 და თქვენ დღეს ლიმიტირებული რაოდენობის პირობებში შეგიძლიათ იგი თითქმის მე-13 ფასად, წარმოიდგინეთ მე-13 ფასად, კერძოდ $18,750 შეიძინოთ.
აი სწორედ ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც ცდილობს საინვესტიციო შეიძინოს აპარტამენტი მისი ერთ-ერთი мотиваცია არის ის რომ იყიდოს დღეს და გადაყიდოს უფრო სარფიან ღირებულებად ორ თვეში ხო ხვალ მოდი ასე ვთქვათ თვენახევარში ორ თვეში თქვენ წარმოიდგინეთ რომ როგორც კი 250 აპარტამენტი ამოიწურება უკვე ფიზიკურად, როდესაც წინადადება $18750 არ იქნება, აი $55000 იქნება ბაზარზე. ეს არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი თემა, იმიტომ რომ მეზობელ ნაკვეთებზეც რომ მოვიკითხოთ, უფრო მეტი ღირებულებისაც არის მსგავსი აპარტამენტები, ეს არ არის შემთხვევით, იმიტომ რომ უნიკალური ლოკაციაა და ამას ემატება ისიც, რომ პრაქტიკულად ბოლო ლოკაცია არის ბათუმის ზღვის პირველ ზოლში, სადაც მსგავსი ტიპის პროექტი შეიძლება განხორციელდეს. და აბსოლუტურად სწორად შენიშნეთ, მარიკა, რომ 18750 ძალიან მარტივად შემიძლია დღეს ავიღო. ცოტა დაველოდო? ხო, დაველოდო თვენახევარი, 2 თვე, შეიძლება უფრო მოკლე დროშიც მოხდეს ეს ყველაფერი და მე მგონია რომ ეს ამბავი დღეს ყველაფერი დამთავრდება. ჩვენი ესენი ყველაფერი გაყიდული. ხვალ უკვე აი სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს იმას, რომ სხვათა შორის ჩვენთან რა თქმა უნდა არიან მყიდველები, რომელიც სწორედ ამაზე ესე ვთქვათ, აკეთებენ აქცენტს და შესაბამისად ყიდულობენ და ძალიან მოკლე დროში გადაყიდიან და ასეთი არც თუ ისე მცირე რაოდენობა არის ჩვენს პროექტებში, ბუნებრივია არიან მყიდველები, რომელთაც არ სურთ გადაყიდვა და თავისთავად ხადია უნდათ თავისთვის დასასვენებლად და სტაბილური შემოსავლის მისაღებად და ასე შემდეგ. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა, რომ ზღვის პირველ ზოლში ასეთ საფასო კატეგორიაში შეიძინოთ, თუმცა ერთი ცოტა ეჭვის კითხვის ნიშანი დგება, რომ რანაირად ეხლა $18750 კომპანია ფარწყიდეს, რომლის ანალოგი დღესდღეობით ესე ვთქვათ, სარდაფი არ იყიდება ამ ფასად, ქალაქის ცენტრში, ესე ვთქვათ, ავტოპარკინგზე უფრო დაბალი ფასია და მით უმეტეს ეხლა ხო, რაღაც ხო შეიძლება გაჩნდეს ეს შეკითხვა და ბუნებრივი შეკითხვაც არის, ლოგიკურიც, იმიტომ რომ მართლაც ფანტასტიკური ფასი არის, მართლაც შოკის მომგვრელი ფასი, ამიტომაც დავარქვით ეს შოკი. კი, უყურებ. და რატოა ეს ყველაფერი? ეს არის აბსოლუტურად კომპანიის მარკეტინგული გადაწყვეტილება. მარკეტინგული ხრიკი. ხრიკს არ დავარქმევდი. დავარქვათ თუ გნებავთ, ეხლა ყველა კომპანია, საერთოდ ყველა მარკეტინგულ აქტივობას აქვს ერთი მნიშვნელოვანი მიზანი. გააცნოს კონკრეტული პროდუქტი საზოგადოებამ. და შოქში ჩავარდოს ამის მიზანი ჩვენი ხედვით ჩვენ გვაქვს ჩვენ კომპანიას აქვს იმის რესურსი და შესაძლებლობა რომ ლიმიტირებულ რაოდენობაზე და ჩვენ შემთხვევაში 250 ერთეულზე მთლიან კომპლექსში ჩვენ დავუშვათ შეუდარებელი შოკ ფასი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ საზოგადოებაში კარგი გაგებით ავტეხოთ აჟიოტაჟი. ცნობადობა ძალიან სწრაფად გავზარდოთ. დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში შევძლოთ ამის გაკეთება, იმიტომ რომ ძალიან ბუნებრივია, ხომ? ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არ ვიცი, ეხლა ძალიან ცუდ შედარებას მოვიყვან, მაგრამ თქვა თუ კი ოქროს საშუალო ფასი გრამი $30 გრის და $10 რომ ვიღაცამ თქვას, რომ ოქროს $10 გრამს, რომელიც არის ხო უცებ გაიგებს ყველა, რომ არის პროექტი ადგილი, სადაც შეგიძლია რომ ეს შეიძინო, მაგრამ იმას თუ 1 კილოგრამი ოქრო აქვს გასაყიდი 100 გრამს გამოაცხადებს ასე და დანარჩენს გაყიდის იმ ფასად, რისი რეალიზაციაც არის. თუმცა ამ მომენტისთვის ის ადამიანი, რომელიც ამ შოკ ფასით ხელმძღვანელობს, მოგებულია და ის ადამიანი, რომელიც წინა ეთერში თქვი, რომელიც მოასწრებს, დაასწრებს, გაასწრებს, შეასწრებს და ასე შემდეგ. ბევრი ტერმინოლოგია გვაქვს, ხო? ძალიან ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ კომპანიამ მიიღოს ესეთი ტიპის გადაწყვეტილება, რომ ლიმიტირებულ რაოდენობაზე მართლა მოახდინოს მე და ეკო მოვდივართ, ეთერი დამთავრდება თუ არა. გასწრება თქვენ ახლა ნახეთ ეთერის დამთავრებას. სპატაშორის გასწრებას გასწრება ჭირდება კიდევ. გასწრებას კიდევ შესწრება ჭირდება ოფისში, ხო? ამიტომ ძალიან დიდი მადლობა, უღმესი მადლობა, დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს შოკ ფასი გამოიწვევს სწორედ იმას, რაც არის მიზანი, რომ სწრაფად გავრცელდეს თქვენი კომპანიის და ამ არაჩვეულებრივი კომპლექსის შესახებ მთელ საქართველოში და ჩვენც რაღაც იქნებ გვერგოს გიორგი ამ სისწრაფეში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის, მართლაც მიხარია რომ ესეთი პროექტი გვაქვს და მიხარია რომ თქვენთან ერთად საზოგადოებას ვამცნობთ ამ პროექტის დაწყების და უნიკალური შოკ ფასის საშუალებით შესაძლებლობის შესახებ. დიდი მადლობა.